პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში ხვდება საჯარო მოხელეებს, დარბაზი არის სავსე საჯარო მოხელეებით, ისინი უყვებიან პრეზიდენტ ზურაბიშვილს მათი ისტორიების შესახებ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გაათავისუფლეს სამსახურებიდან იმის გამო, რომ მათ გამოხატეს საჯარო პოზიცია, შეუერთდნენ განცხადებას, რომელიც აკრიტიკებდა ქართული ოცნების ხელისუფლების პოლიტიკას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეეჩერებინა ევროკავშირში ინტეგრაცია და აქ არიან ადამიანები, რომლებიც უკვე გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ან მათ ემუქრებათ სამსახურებიდან გათავისუფლება, მათ სამსახურებში გამოცხადებული რეორგანიზაციისა თუ სხვა მეთოდების საშუალებით. და ახლა ეს ადამიანები გახდნენ რეპრესიების მსხვერპლი. ისინი მოუყვებიან საკუთარ ისტორიებს პრეზიდენტ ზურაბიშვილს და ასევე გააცნობენ საკუთარ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, როგორ უნდა მიაწოდოს ეს ინფორმაცია, მთელი ეს ამბავი, რაც მათ გადახდათ თავს სალომე ზურაბიშვილმა ევროპელ ლიდერებს, იმ დემოკრატიული ქვეყნების ევროპელ ლიდერებს, როგორ უნდა გააგებინეს, რომ ისინი პოლიტიკური შეხედულებების გამო გახდნენ ამ სადამსჯელო ზომების მსხვერპლი და არა თუ პოლიტიკური შეხედულებების, არამედ იმის გამო, რომ ისინი მხარს უჭერენ საკუთარი ქვეყნის დემოკრატიულ და ევროპულ განვითარებას. ახლა მოისმენს ამ ისტორიებს სალომე ზურაბიშვილი ამ ადამიანებისგან, რომლებიც ისჯებიან ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერის გამო, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ იმის გამო, რომ ქვეყანას შეესრულებინა ყველა ის ნორმა და მოთხოვნა, რაც აუცილებელი არის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გამო და ამისთვის მათ ებრძვის სხვადასხვა სადამსჯელო მეთოდებით, ქართული ოცნების ხელისუფლება, მათ შორის საკანონმდებლო მეთოდებითაც და ჩვენ ვიცით, რომ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებიც შევიდა იმისთვის, რომ ეს მისთვის არასასურველი კადრები ქართული ოცნების ხელისუფლებას უფრო მარტივად გაეთავისუფლებინა სამსახურებიდან. არ მოუდგენელი რეპრესიები მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში ახლა. წინარე პერიოდში ჰქონდა ჩვენ სასამართლოს ხელში ჩაგდების პერიოდები, იყო ასევე სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციების დამორჩილების პრეცედენტები, რითიც მთავრობაზე კონტროლის შესუსტება, შემდეგ იყო უკვე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია და ეხლა უკვე ჯერი დადგა საჯარო სამსახურეების. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ევროკავშირის და ზოგადად დასავლური კურსიდან გადახვევას და ამის პასუხი იყო შემდეგ ის გათავისუფლებები და ის დამორჩილების მცდელობები, რომელიც ეხლა მიმდინარეობს, როგორც თავდაპირველად სიტყვიერი განცხადებებით ხდებოდა მუქარა, შემდეგ უკვე ეს მუქარა პრაქტიკაში მოვიდა საკანონმდებლო დონეზე. საჯარო ინსტიტუტები ახლა არიან დიდი დარტყმის ქვეშ და საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ხერხემალს, იქნება ეს საერთაშორისო თანამშრომლობა თუ ქვეყნის განვითარება, შესაბამისად დარტყმა ამ სექტორზე, საჯარო სექტორზე არის ძალიან მტკივნეული საქართველოსთვის და მოიტანს ძალიან ცუდ შედეგებს, როგორც ახლა, ისევე გრძელვადიან პერიოდში. ჩვენ ყველა ერთად ვშრომობდით იმიტომ, რომ ევროინტეგრაციისთვის დღის წესრიგი შეგვექმნა გარემო, რომ საქართველო ყოფილიყო განვითარებული, კეთილდღეობაზე ორიენტირებული სახელმწიფო. ჩვენ მუშაობთ, აქტიურად ვეწევით საქმიანობას, 100-ზე მეტ ბენეფიციარს ვეხმარებით საჯარო სამსახურიდან განთავისუფლებულებს და უამრავი უწყება მოიცვა უკვე ამ განთავისუფლებულების მთელი არმია ფაქტიურად. საჯარო მოხელებამდე სალომე ზურაბიშვილი შეხვდა რეჟიმის პატიმრების ოჯახების წევრებს და რამდენიმე ინიციატივა მოისმინეთ მისგან ამ შეხვედრაზე. ჯერ ერთი, რომ მას მიაჩნია, რომ რეჟიმის პატიმრები არ არის სათანადო ტერმინი, რაც ასახავს ქვეყნის მდგომარეობას და ამ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ახლა არიან დაკავებული და სალომე ზურაბიშვილს განზრახული აქვს, რომ მან ეს ადამიანები საზღვარგარეთ მოიხსენიოს როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლები და გარდა ამისა ის მიიჩნევს, რომ ისინი ერთგვარი ახალგაზრდა ვეტერანები არიან, ამიტომ მომავალში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მათ ერთგვარი უპირატეს მდგომარეობაში უნდა იყვნენ და ერთგვარი შეღავათები დაუწესდეთ, იქნება ეს სამსახურში დასაქმებისა თუ სხვა მიმართულებით. ამ ოჯახების წევრებმაც გააცნეს საკუთარი პოზიციები სალომე ზურაბიშვილს, გარდა იმისა, რომ ისინი წუხილს გამოთქვამენ მათი ოჯახის წევრების, დაკავებული ოჯახის წევრების გამო, ამბობენ, რომ მათ აქვთ სიამაყის განცდაც, იმიტომ რომ იციან, რომ მათი ოჯახების წევრები ქვეყნის ახლა დემოკრატიის განვითარებისთვის არიან ასეთ მდგომარეობაში და მათ ერთიანი პოზიცია გადასცეს კიდეც სალომე ზურაბიშვილს წერილის სახით და მიეჩნიათ, რომ სწორედ ეს წერილი უნდა გააცნოს მან დასავლელ პარტნიორებს. სწორი სახელი იქნება, რომ დავარქვათ ამათ თავისუფლებისთვის მებრძოლები. Freedom fighters. ეს არის მართლაც ბრძოლა
თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და მომავლისთვის. ეს არის ჩვენი დღევანდელი ომი, ქართული ოცნება, რომელიც გვპირდებოდა მშვიდობას, გამოუცხადა ომი თავის მოსახლეობას და ვართ ომში. და ესენი არიან ჩვენი ხვალინდელი ვეტერანები, ახალგაზრდა ვეტერანები, მაგრამ უნდა მივხედოთ მათ და მართლაც დაუწესოთ, არ ვიცი, ვის სტიპენდია, ვის შემდეგ მივცეთ პრიორიტეტი, როცა ლაპარაკი იქნება საჯარო სამსახურის შესვლა თუ დაბრუნება და ასე შემდეგ. შეიძლება ვიფიქროთ მერე რა ტიპის შეღავათები შეიძლება იყოს ესა. ეს იქნება გამოცხადება საზოგადოების მიერ და პოლიტიკური სპექტრის მიერ, რომელიც უნდა ჩავრთოთ ცოტა უფრო, როგორ ვთქვა, კონკრეტულ პოლიტიკაში, ეს იქნება გამოცხადება სოლიდარობის. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მიუნხენში გაიტანს ჩვენ ამბავს და იქ გულთან ახლოს მიიღებენ. გაგაქვთ ჩვენი ამბავი საზღვარგარეთ, ქვეყნის შიგნით ძალიან დიდი იმედი გვაქვს თქვენი. ხალხს უნდა უფრო მეტად რომ დაგინახონ. ზუსტად ხო ეს მთხოვეს რომ გააჟღერო და ძალიან დიდი იმედია ყველას თქვენ და ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის. დღეს არის ახალი ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა. თამამად შემიძლია გითხრათ და აი ამ ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობის ავანგარდში მყოფი უჭკვიანესი ძალიან გამბედავი მამაცი ახალგაზრდები არიან ციხეში. ჩვენი ბრძოლა უბრალოდ არ შეიძლება შედეგის გარეშე დასრულდეს, იმიტომ რომ ჩვენს უკან არიან ჩვენი შვილები და ჩვენი სამშობლო. შესაბამისად ჩვენ უკან დასახები გზა ისინი იბრძვიან თავისუფლებისათვის, გვამხნევებენ ციხიდან ძალიან და არიან იმედიანად. ითმენენ ყველაფერს და თქვენს რომ ჩვენ მოვითმენთ ყველაფერს მანამ, სადამდესაც იბრძოლებთ თქვენ გარეთ. ამათ არ ცოდნიათ განწარებული დედის პოზიცია, იმიტომ რომ ეს ბავშვები იყვნენ, ჩემი შვილი იყო ძალიან ლაღი და მათმა გამოკეტეს ის უჰაერო სივრცეში. ამიტომ ჩვენ დედები, არც ერთი, არც მამები, ალბათ დედმამიშვილებიც ყველანი ერთად როცა ვგროვდებით, ხვდებით რომ ვართ ძალიან განწარებულები, მაგრამ მაინც ვართ იმედიანად. პირველი შეხვედრა კი დღეს სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ეკონომისტებთან, ფინანსისტებთან, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებთან და მათგან მოისმინა რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა. ამ ყველაფრის შესახებ ის უკვე ილაპარაკებს მიუნხენში, სადაც ორ დღეში გაემგზავრება და ესწრება უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას და ასევე შეხვდება ევროპელ ლიდერებს.